2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს და ხვალ აბიტურიენტები ისტორიის არჩევით გამოცდას წერენ. ისტორიის საგანს 3 სესია დაეთმობა. მეგატივი ქუთაისის 23 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრთან იმყოფებოდა, სადაც გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტებმა განაცხადეს, რომ ტესტი ძალიან მარტივი იყო. მათივე თქმით, საგამოცდო სივრცეც ძალიან კომფორტულად იყო მოწყობილი და ყველა პირობა იყო შექმნილი მშვიდ გარემოში მუშაობისათვის. ძალიან საინტერესო სამუშაო იყო, არც ერთული არ იყო. საშუალო დონის. სოფლიო ისტორიიდანაც ნორმანებთან დაკავშირებითაც იყო კითხვები დასმული, ძველი მსოფლიოდანაც იყო. აუდიტორიაში როგორი სიტუაცია იყო, რაიმე ხარვეზე გამოყო? არა. ძალიან შვიდი გარემო იყო. ძალიან მარტივი იყო, უმარტივესი იყო მართლა და საერთოდ არაფერი არ იყო. უძველიანესად მარტივი იყო მართლა. და პრობლემის ანალიზი იყო ძალიან მარტივი. ნაპოლეონ ბონაპარტე, ვენის კონგრესი. ძალიან მარტივი იყო მართლა მთლიანი ტექსტი, როგორც რუკა, ასევე პრობლემის ანალიზი და საერთოდ ყველაფერი. რაიმე სირთულის ისეთ ხომ არ ყოფილა, რომ რამდენიმე კითხვა იყო ცოტა ორაზროვანი რა, რომ დაეჭვდებოდი, მაგრამ ძალიან რამდენი 35-დან მაქსიმუმ 5 ყოფილიყო ეგეთი. აუდიტორიაში რაიმე ხარვეც ხომ არ იყო? არა, სრული სიწყნარე სამშვიდო ყველაფერი კარგი. მარტივი იყო, წყაროში დიდგვარი შემოხდა და დავნერი ვილობ, რა ვიცი, ახალი გამოსული ვარ და შესაბამისად, რა ვიცი, რთულად არ იყო რა. ტესტი რთული არ იყო. ნორმალური შეფასებას მივსავ. ყველაზე რთული თქვენთვის რა იყო? კითხვებში შემოხდა კონგრესი 1918 წლის და საკმაოდ არ მახსოვდა და ვერ დავწერე. გაჩვენა უმარტივესად. აუდიტორიაში რაიმე ხარვეზე ხომ არ ყოფილა? არა, არ იყო ცუდი გარემო. მარტივი გამოცდა იყო, ჩემი აზრით. ტესტები კარგად იყო შედგენილი, არ იყო რთულად დასმული და მართლა მარტივი იყო. რუკაზე იყო, უნდა მოგეძიებინა ბრძოლის ადგილები, სად მოხდა ბრძოლები და სად იყო ქალაქების, ანუ რომელი ქალაქები იყო საქართველოს ტერიტორიაზე და რომელი აღარ არის ახლა. თან გამოცდები კარგი იყო, ასე თუ ისე ძალიან ძნელი არ იყო. და თავი არ ინერვიულონ, უნდა შევიდნენ ბედნიერები და ანუ რაც აქვს ცოდნა უნდა გამოიყენონ. ადვილი იყო გააზრება გამიადვილა ყველაზე მეტად და ნაჩვენე რა ვიცი რაც ვიცოდი შემოხდა კმაყოფილი ვარ. რასე კითხები ხებოდა საკითხები ძირითადად? რა ვიცი ყველა საკითხთან იყო თითო კითხვა დაახლოებით 35 კითხვა იყო და შემოგიხადა სწორი პასუხი და დავით აღმაშენებელზე იყო ტექსტის გააზრება. კარგი პირობები იყო და მადლობა ყველას. არ იყო. გავლილი მასალიდან იყო მოსული. რასაც ველოდებოდით აბიტურიენტები ძირითადად ესეთი მასალები იყო მოსული. თავარია მონდომება და ადვილი იქნება ყველაფერი. საკითხები დასახელებოდა ძირითადად. ისტორიის რაც მახსოვს ერთადერთი არის წყაროს ანალიზი იყო დავით აღმაშენებელზე. ძირითადად საქართველოს ისტორიაზე იყო და ძალიან საინტერესო იყო, არც ისეთი რთული არ ყოფილა და რა ვიცი, მე ძალიან კარგი საკითხი შემოხვდა და გამიხარდა ერთ სიტყვით ყველაფერი ისეთი იყო. აუდიტორიაში როგორი სიტუაცია იყო, რაიმე ხარვეზე ხომ არ ყოფილა? არა, ყველაფერი იყო ძალიან მოწესრიგებული, ძალიან კარგი პირობები იყო იმისთვის, რომ კარგად გვემუშავა და რა ვიცი, ერთ სიტყვით ყველაფერი ძალიან კარგად იყო. არ ვიყავი საკმარისად მომზადებული, მაგრამ არ გამჭირვებია რა იმდენად. მარტივად ვარ თავი. ტესტები უფრო გამიჭირდა შემოსახაზების. აუდიტორიაში როგორი სიტუაცია იყო, რაიმე პრობლემა ხო არ ყოფილა? არა, ძალიან მშვიდი და წყნარი. კარგი გარემოა რა. კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტესტირებით, საკმაოდ არ გამიჭირდა, ვფიქრობ კარგი ტესტირება იყო. წყარო მოვიდა დავით აღმაშენებელზე, კმაყოფილი ვარ წყაროთიც. რუკაც 19 საუკუნის საქართველოს შესახებ იყო და რა კმაყოფილი ვარ და სხვა სტუდენტებს, აბიტურიენტებს უსურვებ წარმატებას და არ ინერვიულან და დაამტკიცონ თავის შესაძლებლობები. არ გამჭირვებია ვაფშე. და ყველაზე რთული რა იყო თქვენი აზრით? ჩემთვის არაფერი. 23 საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი ზეკო ხაჩიძე აცხადებს, რომ ისტორიის გამოცდასთან ერთად დღეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც ჩატარდა. გამოცდების დაწყების დღიდან 21 საგამოცდო ცენტრში დაგვიანება არ დაფიქსირებულა და პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ისტორიის გამოცდასთან ერთად ჩვენს ცენტრში პირველ სესიაზე იყო საგრანტოც და სრულად ეს იყო 318 აპლიკანტი. გამოცხადდა 299.
გუშინ იყო პედაგოგების გამოცდა, იქაც კარგი გამოცხადება იყო და საერთოდ რაც დაიწყო დღევანდელი გამოცდები საბედნიეროდ დაგვიანების პრეცედენტი არ ჰქონია, რაც ძალიან მახარებს. წარმატებები ყველას, ვინც ჩვენს ცენტრს და სხვა ცენტრებსაც ზღურობს გადმოაბიჯებს. განწყობა, არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაცნაირად წელს უფრო ამაღლებული მეჩვენება და არ მგონია რომ მეჩვენება შარშანდელთან შედარებით ქართულის გამოცდაზეც უკვე იყვნენ ძალიან ბედნიერები ბავშვები და მიხარია რომ ბედნიერებს უყურებ. ჯერჯერობით ისეთი პრობლემური ან ტექნიკური ექსცესი ან არაფერი ყოფილა ამ დრომდე და ვფიქრობ რომ ასე უნდა დავასრულოთ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.